გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობამ აქციით ისევ გააპროტესტა. ისინი ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან შეიკრიბნენ. იქამდე კი სიგნალების წრე დაარტყეს ცენტრალურ მოედანზე და ქუთაისელებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს. არ დაუშვებს სოფლის შვაბულში ნაგვის დაყრას აცხადებენ ისინი. არ გვინდა სანაგვე ჩვენ სახლში. მით უმეტეს იმ ხელს სანაგვეს აკეთებენ 14 სანაგვე დასავლეთ საქართველოში იხურება და კეთდება ჩვენთან. ამბობენ ქუთაისის სანაგვე იქნება. ქუთაისში ჭოგნარში გვიკეთებენ. არჩევნები რო იქნება, ემაშინ მოვიდნენ ჩვენთან და მთხოვან დამიდექი გვერდშიო. ემაშინ დაუდგებით ჩვენს. ამ ობიექტის რა ვთქვათ, გაკეთებას აპირებს. ვინც ღებულობს მონაწილეობას, აი მათ მინდა დაუსვა ასეთი შეკითხვა. თითოეული იმათაგანი ჩვენს ადგილზე რო ცხოვრობდეს, იქვე ახლოს, აი როგორ მოიქცევიან, გამოვლენ თუ არა ქუჩაში და მოითხოვენ თუ არა, რომ ეს ნაგავსაყრელი იქ არ გაკეთდეს. ეხლა იოლია იქედან პასუხი, რომ ეს იქნება სტანდარტულ დონეზე, არ იქნება ეს ევროპულ დონეზე. იქ რაც არ მუშავდება, იქ იმას მოიტანებენ, იქ რაც არ დამუშავდება და ვიქნებით ნაგავში ჩაფრული მთელი მოსახლეობა. ჩვენ ვსაზრდოობთ წყალით, იქედან, მიწისწიახიდან, ჭებით, რითაც ვსარგებლობთ. აი ზუსტად ამ წყალით, ისინი და ამ ჰაერით რო სარგებლობდნენ, აი მოითხოვენ თუ არა იმას, რასაც ჩვენ ვთხოვილობთ. რას გვიკეთებთ ხალხო, რა ხდება ქვეყანაზე მითხარით? მომავალს რატო უსპობთ ხალხს, რატო რისთვის? ჩვენი მოთხოვნა არის ნაგავსაყრელი აუცილებელია, მაგრამ გადაიტანონ სხვა ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა შეწუხებას ვერ იგრძნობს. გითხოთ, რომ ეს ნაგავი ამ შუა სოფელში არ დაგვიყარო. გევეძებით, გემუწერებით, ვინცაა ეს ხალხი, ბუნების დაცვის ის არის, ვინც არის? მოთხოვან პასუხი ამათო, რატო გვემუქრებიან, რა უნდა ჩვენთან, კაცო? ნუ დაგვიყრიან ნაგავს, არ შემოგვიტანონ სოფელში ნაგავი. პროექტი არ მინდა, არ ჭირდება, არც ქარხანა, ნაგავის ქარხანა, მოიტანონ სხვა ქარხანა, კანფეტის ქარხანა იქნება, ინსტიტუტები გააკეთონ, ბაზარი გააკეთონ, ყველაფერი გააკეთონ. ეს ნაგავს ნუ შემოგვიტანთ, ნუ დაგვწყვიტავს მოსახლეობას, კაცო.